1945 წლის 23 თებერვალს Associated Press-ის ფოტოგრაფმა ჯო როზენტალმა გადაიღო 5 საზღვაო ქვეითი და 1 სანიტარი, რომლებიც შეერთებული შტატების დროშას აღმართავენ სურიბატის მთაზე, იაპონიის კუნძულ ივიძიმას ყველაზე მაღალ წერტილზე. საზღვაო ფეხოსნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა 19 თებერვალს დაიწყო, როდესაც ამერიკელები გულმოდგინედ გამაგრებულ კუნძულზე შეიჭრდნენ. 4 დღის შემდეგ მათ კუნძული დაიპყრეს და მთაზე მცირე ზომის დროშა აღმართეს. თუმცა ცოტა ხანში მეთაურმა ბრძანა, რომ ეს დროშა ჩამოეხსნა და უფრო დიდი ზომის ამერიკული დროშა აღემართათ, რათა მისი დანახვა შეძლებოდა კუნძულზე მყოფ ყველა ადამიანს და ასევე ის ზღვიდანაც რომ კარგად გამოჩენილიყო. ფოტოგრაფ როზენტალის კამერამ სწორედ ეს მეორე დიდი დროშის აღმართვის კადრი აღბეჭდა. მოგვიანებით სამხედრო ფოტოგრაფი კადრის დრამატულად დადგმაში დაადანაშაულეს, თუმცა ის ბრალდებას უარყოფდა და სხვათა შორის თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ ეს კადრი დადგმული არ არის და რომ სყოფილიყო რა. ეს ფოტო ძალიან ღონიერ პატრიოტულ სიმბოლოდ იქცა და პულიცერის პრემიაც მიიღო. სწორედ ამ კადრის შთაგონებით შეიქმნა სამხედრო მემორიალი არლინგტონის ნაციონალურ სასაფლაოზე. და ეს არ არის ამ ფოტოს ისტორიის დასასრული. ამ 6 ადამიანიდან 3 რამდენიმე დღეში ჩასაფრებულმა იაპონელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. 3 გადარჩენილი კი ამერიკაში დაბრუნდა და მათ როგორც გმირებს ისე დახვდნენ. შემდეგ ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა შეკრებებზე დადიოდნენ და სამხედრო ობლიგაციების შეძენას აგიტირებდნენ.